წარმოიდგინეთ, რომ უნდა მოირჩიოთ მხოლოდ ერთი რამ. ან კარიერული წინსვლა, ან ოჯახის კეთილდღეობა. რთული არა? მოდით ახლა უფრო რთული სიტუაცია წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახის კეთილდღეობას შორის. რომელს აირჩევთ? აქ პასუხი თითოეული ჩვენთაგანისათვის განსხვავებული იქნება. რადგან ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარი ღრმა ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებასა და გადაწყვეტილებებს. მართალია, მე აქ საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე შეკითხვები დაგისვით. თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა, სწორედ ასეთი პატარა თუ დიდი არჩევნებით. მივირთვა ტორტი თუ გავაგრძელო დიეტა. გავაგრძელო ძილი თუ ავდგე რომ სამსახურში არ დამაგვიანდეს. მივახალო სახეში სიმართლე თუ შევიკავო თავი იმისათვის, რომ გავუფრთხილდე ურთიერთობებს. სინამდვილეში ჩვენი ყოველდღიური თითქმის სპონტანური გადაწყვეტილებები და ხშირად რთული გადაწყვეტილებები ერთი ფუნდამენტიდან გამომდინარეობენ და ამ ფუნდამენტს ღირებულებები ჰქვია. გამარჯობა. თქვენ უსმენთ პოდკასტს მე ვარ თქვენი მასპინძელი, თამარ ვანელი. ეს დრო თქვენ გეკუთვნით. დრო რომ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაბედოთ იოცნებოთ და გახდეთ ქალი, რომელიც ქმნის საკუთარ მომავალს. დღეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენი ღირებულებები. განვიხილავთ თუ რა არის ღირებულებები, საიდან მოდიან, როგორ გვმართავენ ისინი და როგორ შეგვიძლია მათი გაცნობიერებით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება პოზიტიურად. მოდით დავიწყოთ. რა არის ღირებულებები? ღირებულებები არის ძირითადი პრინციპები და რწმენები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ ჩვენი ცხოვრების მიმართულებას. ღირებულებები, როგორც ჩვენი შინაგანი რწმენა, ქვეცნობიერებაში უკვე არსებული ფილტრია, რომლებიც მოდიან ჩვენი ქვეცნობიერებიდან და განსაზღვრავენ იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ აღვიქვავთ. და განაპირობებენ, რას ვთვლით მნიშვნელოვნად და რას არა. ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანთა პირადი ღირებულებები გავლენას ახდენენ მათ ბედნიერებაზე, მიზნების მიღწევაზე და ცხოვრების ხარისხზე. ფსიქოლოგმა შალომ შვარცმა დაადგინა, რომ არსებობს უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც ადამიანის კულტურისა და ეროვნების მიუხედავად გვაერთიანებენ. მაგალითად, თავისუფლების სურვილი, ოჯახზე ზრუნვა, სამართლიანობის შეგრძნება. ეს ყველაფერი ყველას გვახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღირებულებები ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტია და მათ გაცნობიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ღირებულებები ეს წარმოიდგინეთ როგორც კომპასი, რომელიც გვაჩვენებს სწორ მიმართულებას, გვაძლევენ მიზან მიმართულებას, განსაზღვრავენ ვისთან ვამყარებთ ურთიერთობებს, უზრუნველყოფენ ჩვენ შინაგან სიმშვიდეს, როცა ჩვენ პრინციპებს ვიცავთ. ხელს უწყობენ ასევე წარმატებებსა და პიროვნულ ზრდას. თუმცა ნამდვილად არის ისეთი ღირებულებებიც, რომლებსაც შეუძლიათ ნამდვილი ზიანი მოგვაყენონ, როგორც ჩვენ, ასე ჩვენს ოჯახის წევრებს. ჩვენი ღირებულებები იქმნება ცხოვრებისეული გამოცდილებების, სოციალური გარემოს, პიროვნული განვითარების პროცესებში. მასზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, ჩვენი განვლილი ბავშვობა, განათლება, კულტურა, პირადი გამოცდილება, რელიგია, მეგობრული გარემოცვა და ასე შემდეგ. ღირებულებების გავლენის უკეთ გასაგებად მინდა მოვიყვანო ერთი საკმაოდ საინტერესო, მაგრამ ამავე დროს რთული და ემოციურად დატვირთული მაგალითი რეალური ცხოვრებიდან. ეს ნამდვილად ასე ხდება. როდესაც ღრმად მორწმუნე ებრაელ ოჯახში შვილი რელიგიას ტოვებს, ოჯახი მას მკვდრად აცხადებს და ყოველგვარ კავშირს წყვეტს მასთან. ერთი შეხედვით შესაძლოა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მშობელმა საკუთარი შვილი ასე ადვილად უარყოს? განა აღარ უყვართ? თუმცა აქ საქმე გაცილებით უფრო რთულია და ღრმად ფესვგადგმულ ღირებულებებს უკავშირდება. რეალურად მშობლებს, რა თქმა უნდა, ეს შვილი კვლავ უყვართ, მაგრამ მათთვის სხვა ღირებულებები
დგანან წინა პლანზე. ეს ოჯახის დანარჩენი წევრების დაცვა, რელიგიის ერთგულება, სოციალური სტატუსის შენარჩუნება და სხვა შვილთა მომავლის უზრუნველყოფაა. ისინი კარგად აცნობიერებენ, თუ ისინი ამ ერთ შვილს არ გარიყავენ, მათ ოჯახს მთელი მათი საზოგადოება გარიყავს. შედეგად, სხვა შვილებს სამუდამო ლაქა დაესმევათ, რაც მომავალში მათ ცხოვრებას და მათ დაოჯახებას გაართულებს. ეს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად რთული და ტკივნეული შეიძლება იყოს ჩვენი ღირებულებებით მიღებული გადაწყვეტილებები. აქედან ნათლად ჩანს, რომ ღირებულება ხშირად არა მხოლოდ ჩვენი პირადი არჩევნის, არამედ ჩვენს გარემოსა და სოციალურ რეალობასაც ემყარება. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ღირებულებების აღმოჩენა. ჩვენი ღირებულებების გაუცნობიერებლად ცხოვრება ჩვენს ყოფას ქეოტურს და გაურკვეველს ხდის. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ღირებულებებს არ იცნობენ, ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ შეესაბამება მათ რეალურ სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ამის შედეგად მათ ცხოვრებაში ნაკლებია შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. როგორც უკვე აღვნიშნე და თქვენც უკვე ნახეთ, არის სასარგებლო და არასასურველი ღირებულებები. სასარგებლო ღირებულებები ხელს უწყობენ გრძელვადიან ბედნიერებას, ზრდას და ჰარმონიას. მაგალითად, პატიოსნება, სიყვარული, განვითარება და არის არასასურველი ღირებულებები, რომლებიც მოკლევადიან, ეგოისტურ ან დისტრუქციულ მიზნებს ემსახურებიან. სტატუსისა და სხვებისაგან პატივისცემის მუდმივი მოთხოვნილება, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ. ამ არასასურველი ღირებულებების შეცვლა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. და მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება მისი შეცვლა. ღირებულებების შეცვლა ეს ნიშნავს მასზე მუშაობას და ეს შედგება 3 ეტაპისაგან. თავდაპირველად აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არის ჩვენი ნამდვილი ღირებულებები. ამისათვის საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვები. რა არის ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? რის გაკეთებისას გრძნობ ჩემს თავს? ნამდვილ და ბედნიერ ადამიანად. როგორი მინდა ვიყო და როგორი მინდა რომ სხვებმა დამიმახსოვრონ. ეს კითხვები დაგოხმარებიან გავარკვიოთ, თუ რა ღირებულებები მართავენ ჩვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებს. შემდეგ უნდა მოვახდინოთ აღიარება, რომ ზოგიერთი ღირებულებები შესაძლოა რომ ზიანს გვაყენებს, ხელს გვიშლის წინსვლაში, განვითარებაში, დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს ცხოვრების ხარისხს. შემდეგ უკვე, როდესაც აღმოვაჩენთ ჩვენს ცხოვრებისათვის უარყოფით ღირებულებებს, ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ისინი. ეს საკმაოდ რთული პროცესია, სასურველი, ახალი და ჩვენთვის სასარგებლო ღირებულებების ჩანაცვლება და შინაგანი დამკვიდრება. ეს პროცესი ვერ ხდება წარმოდგენების, აფირმაციების, ვიზუალიზაციის და ყოველდღიური პრაქტიკული ნაბიჯების საშუალებით. აქ პატარა შენიშვნაც მინდა რომ შევიტანო. განსაკუთრებულად ღრმა ცვლილებების პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ პროფესიონალის დახმარება. ეს სრულიად ნორმალურია და მნიშვნელობად გაამარტივებს თქვენს ამ პროცესს, თქვენს პიროვნულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ეს ეპიზოდი დასასრულს მიუახლოვდა და აქ მინდა რომ დაგისვათ კითხვა. რა არის თქვენი 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და როგორ ისახება ისინი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? მადლობა რომ დღესაც ჩემთან ერთად იყავით. მე მჯერა რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. შეიტანეთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და მე კი გელით პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში.